უახლესი ინფორმაციით, რომელიც პირველებისთვის გახდა ცნობილი, 70 წლის პენსიონერი მამაკაცი ბახუ შამუგია, რომელიც კვლავისთვის ეჭვმიტანილი იყო საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მან სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შემდეგ გაჩნდა კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შემთხვევის ჩადენის შემდეგ, რატომ არ მიიღეს მათ ეგრების ზომები და რატომ არ დააკავეს მამაკაცი სანამ ის სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა, თუმცა პოლიციელები ჩვენ კითხვებს რა თქმა უნდა არ პასუხობენ, რაც შეეხება მომხდარს, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარსულში დაწყებული დაპირისპირების გაგრძელება, მათ შორის დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო რამდენიმე წლის წინ და გუშინ ღამით გაგრძელდა და დღეს დილას 70 წლის პენსიონერმა მამაკაცმა ბახუ შამუგიამ საკუთარი მეზობელი 55 წლის ედიშერ შამუგია საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა. საგამოძიებო მოქმედებები დღეს დილიდან მიმდინარეობდა სოფელ ოქტომბერში. მამაკაცი ძებნა მალევე გამოცხადა, თუმცა ის 3 საათში, როგორც უკვე გითხარით, იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში. მეზობლები აცხადებენ, რომ სწორედ მოტივიც ეს იყო წარსულში არსებული დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ სისხლიანი გარჩევით დასრულდა. ვერაფერს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აი, სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა ამას ვერ დაგიწურებთ. ვერაფერს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს საგამოძიებო. როდის მოხდა ეს მაინც ორებიდეს დღეს დილას? მამაკაცი ძებნა იყო გამოცხადებული და საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. მანამდე ვერ ნახეთ მოგახსენეთ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სანამ თავს მოიკლავდა სავარაუდო მკვლელი, რატომ არ ჩაატარეთ საგამოძიებო მოქმედება მის სახლში, თუნდაც იმიტომ მის სახლში იპოვეს გარდაცვლილი. ვერაფერს ვერ მოგახსენეთ, მიმდინარეობს საგამოძიებო. რასაბიო და ძროხის გულისთვისა, ძროხა. მე ჩემი არაფერი არ იმაშობაო, შენო და ჩეკთა. წაიყვანიო შენი ძროხავა და არ იმას ნაურთიათ და ამას აყოლიეთ. გუშინე შარშან მიწის გამო იყო კიდე. ანუ შარშანაც მოხდა მათ შორის დაპირისპირება. კი, შარშან კიდე ყოფილა. სად მოხდა ეს ამბავი? ვინმეს რომელიმე სახლში თუ სად მოხდა? არა ეს გზაში. არა არაფერი გაგივიათ, არა დააკავეს, არა წაიყვანეს, არა. ექსპერტისაც ჩაუტარდა გარდაცვლილს. ახლა არის წაყვანილიო და არ ვიცი. მოკლავო და მე არ ვიცნობ ბატონო, რა ვიცი. მეზობლები არიან, ხო? იქით შორს ცხოვრობენ ისინი, არ ვიცი. მიწის გამო ქონდათ დაპირისპირება, რამე ხოლმე იგია გავცნე. არაფერი. როდის მოხდა უხალბატო? ამდილითო და არ ვიცი. და რითია მოკლული? თოფითო და არ ვიცი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ-მკვლელობას გულისხმობს, როგორც უკვე გითხარით, შემთხვევა სოფელ ოქტომბერში დღეს დილას გამთენიისას მოხდა.